კიევში, კიევ-პეჩერის ლავრაში რუსული დრონებით შეტევისა და ხანძრის შემდეგ ადგილზე უკვე დაიწყეს მუშაობა იუნესკოსა და გაეროს წარმომადგენლებმა. ისინი დაზიანებებს აფიქსირებენ ერთ-ერთ უძველეს მართლმადიდებლურ ტაძარში, რომელიც იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ცეცხლი მიძინების ტაძრის შიგნით არ გავრცელებულა, თუმცა ტაძარში ძლიერი დაკვამლიანება იყო. უკრაინული მედიის ინფორმაციით მიძინების ტაძარში კანკელის თვალსაჩინო დაზიანება არ ჩანს, თუმცა არის ორი ხვრელი თახში, იატაკი კი ხანძრის ჩაქრობისას დასველდა. კიევ-პეჩერის ლავრის ნაკრძალის გენერალური დირექტორის მაქსიმ ოსტაპენკოს თქმით, სიწმინდეზე დარტყმები დრონებით განხორციელდა. ლავრის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტი დაზიანდა, მათგან სულ მცირე 5 ეროვნული მნიშვნელობის ძეგლია. ტაძარში ძლიერი დაკვამლიანების მიუხედავად, ხანძრის პირველივე წუთებში შიგნით არსებული ყველა კულტურული ფასეულობისა და ექსპონატის ევაკუაცია მოხერხდა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დღეს უკვე დააზუსტა, რომ კიევ-პეჩერის ლავრას რუსული დრონი გერანი 2 დაეცა. მათ დრონის ნამსხვრევების და მისი სერიული ნომრის ფოტოებიც გამოაქვეყნეს. წუხელ რუსეთის დარტყმების ქვეშ მოექცა კიევში მდებარე ალექსანდრ დოვჟენკოს სახელობის ეროვნული კინოსტუდიაც. ის უკრაინაში ერთ-ერთი უძველესი კინოსტუდიაა. შედეგად დაზიანდა შენობები, გაჩნდა ხანძარი და განადგურდა კოსტიუმების ყველაზე დიდი და უძველესი კოლექცია. უკრაინის კულტურის მინისტრის ტატიანა ბერეჟნაეს განცხადებით, დარტყმის შედეგად დაიჭრნენ კოსტიუმების საამქრო თანამშრომლებიც, დაზიანდა კინოსტუდიის რამდენიმე კორპუსი. 15 ივნისის ღამეს უკრაინაზე რუსეთის მასირებული საჰაერო დარტყმების შედეგად მთლიანობაში სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 კიევში და 5 ხარკოვში. არიან დაშავებულებიც, მათ შორის ბავშვები. რუსეთმა წუხელ უკრაინის მიმართულებით 60 ბალისტიკური რაკეტა და 611 დრონი გაუშვა. კიევისა და ხარკოვის გარდა რუსების სამიზნე იყო დნიპროს, დონეცკის, ზაპოროჟიეს, სუმის და ნიკოლაევის ოლქებიც. დაფიქსირდა დარტყმები სამოქალაქო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. კიევში ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 140,000 აბონენტი. კიევის ოლქში 3 ადამიანი დაშავდა. გაჩნდა ხანძრები, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები და სასაწყობე შენობები. ხარკოვში ხანძრის ჩაქრობის დროს რუსეთის განმეორებითი დარტყმის შედეგად 5 მაშველი დაიღუპა, სულ მცირე 5 კი დაშავდა. სუმიში დაფიქსირდა 2 რუსული დრონის მოხვედრა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვი. ოფიციალურმა კიევმა მკვეთრი რეაქცია გამოხატა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე და მოსკოვი კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ ჩადენილ ბარბაროსულ დანაშაულში დაადანაშაულა. კიევ-პეჩერის ლავრაზე ქრისტიანობის ერთ-ერთ უდიდეს სიწმინდეზე დარტყმით პუტინმა საკუთარი სახელი სამუდამოდ ჩაწერა ისტორიის ყველაზე უარესი ბარბაროსების სიაში. დაწერა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე. მან რუსეთის ჯარები ტერორისტებს შეადარა და პირობა დადო, რომ რუსეთი ომს წააგებს. სიბიგას თქმით, უკრაინა სასტრაფოდ დაიწყებს ყველა შესაბამის პროცედურას იუნესკოს ფარგლებში და ამოქმედებს ყველა სხვა საერთაშორისო მექანიზმს, რათა რუსეთის ქმედებებზე დაუყოვნებლივი და ადეკვატური პასუხი მოითხოვოს. დღეს დილიდან კიევ-პეჩერის ლავრაში მივიდა უკრაინის პრეზიდენტი. ზელენსკის აზრით მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო არ გაჩუმდეს და რუსული ბარბაროსობის ამ უახლეს აქტზე რეაგირება მოახდინოს. კიევ-პეჩერის ლავრაზე რუსეთის მიერ განხორციელებულმა დარტყმამ მიძინების ტაძარში ხანძარი გამოიწვია. ეს არის ეკლესია, რომლის ისტორიაც მე-11 საუკუნით თარიღდება. ეს რუსეთის მიერ ქრისტიანული კულტურის წინააღმდეგ დღემდე ჩადენილ ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ დანაშაულს წარმოადგენს. ლავრაზე ეს დარტყმა არის თავდასხმა ქრისტიანულ საზოგადოებასა და კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობაზე. ამას ან სხვა მსგავს რუსულ თავდასხმებს არანაირი გამართლება არ შეიძლება ჰქონდეს. საჭიროა მეტი თანამშრომლობა რუსეთის ომის შესაჩერებლად და უფრო ძლიერი დაცვა იმისთვის, რომ რუსეთისგან ადამიანების სიცოცხლე ვიხსნათ. კიევ-პეჩერის ლავრა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის უნიკალური ობიექტია და განსაკუთრებული დაცვის ქვეშ იმყოფება. ის მე-11 საუკუნეში დაარსდა და საუკუნეების განმავლობაში აღმოსავლეთ ევროპის მართლმადიდებლობის ერთ-ერთ ცენტრად იქცა. აქ ჩამოყალიბდა სამონასტრო ცხოვრება, მწიგნობრობა, ხატწერა და საეკლესიო ტრადიცია, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა მთელ რეგიონზე. ლავრა განსაკუთრებულ სიწმინდედ ითვლება მისი გამოქვაბულის გამოც, სადაც დაკრძალული არიან ბერები და წმინდანები. ამიტომ ეს ადგილი არა მხოლოდ არქიტექტურული ძეგლი
ადგილი, არამედ მომლოცველობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრიცაა. ლავრას გამორჩეულ სიწმინედ მიიჩნევენ რუსეთშიც და მას საერთო მართლმადიდებლურ მემკვიდრეობად აცხადებენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ სამოქალაქო ობიექტი არ დაუბომბავთ და წუხელ შეტევა მიიტანეს თავდაცვითი სამრეწველო კომპლექსის ობიექტებზე, ასევე სამხედრო აეროდრომებსა და ტერიტორიული დაკომპლექტების ცენტრებზე. რუსული მხარე უარყოფს კიევ-პეჩერის ლავრაზე თავდასხმას და ამტკიცებს, რომ ლავრის შენობებს ამერიკული საზენიტო სარაკეტო კომპლექსის პატრიოტის რაკეტა მოხვდა.